საბჭოთა პერიოდში თელ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული სახელმწიფო სტრუქტურა იყო მილიცია. განსაკუთრებით გაი, საგზაო მილიცია. და ყველა რესპუბლიკაში სხვა შეურაცხყოფელი სახელით მოიხსენიებდნენ ხოლმე მილიციელებს. რუსეთში დღემდე, აი საბჭოთა დროიდან მუსარას ეძახიან, ბევრ სახელს ეძახიან, მუსა ნაგვები, ჩვენთან ეძახდნენ ძაღლობას. იმიტომ რომ იყვნენ კორუმპირებულები, არავის მათი იმედი არ ქონდა და ასე შემდეგ. მოკლედ არაპოპულარული ხალხი იყო ძალიან საბჭოთა პერიოდში და მათ შორის საქართველოში, საბჭოთა საქართველოში. თუმცა იყო ერთი დღე, 80-იანი წლების მიწურულს, ერთი დღე, როდესაც მთელმა საქართველომ გაიღვიძა საბჭოთა ქართველი მილიციელებისადმი უდიდესი მოწიწების და მადლიერების გრძნობით. გამარჯობა, თქვენ მეომრების ქვეყანას უყურებთ და დღევანდელ გადაცემაში მოგიყვებით იმ თავგანწირვაზე, რომელიც საბჭოთა მილიციელებმა, ქართველმა საბჭოთა მილიციელებმა 9 აპრილის ღამეს გამოავლინეს. ის ამბები, რაზეც ახლა უნდა მოგიყვოთ, უბრალოდ წაკითხული არ მაქვს, ან მოსმენილი სხვისგან, თვითონ მახსოვს. მართალია საბჭოთა კავშირი რო დაიშალა 12 წლის ბავშვი ვიყავი და 9 აპრილის მოვლენების დროს, რაღაც 10 წლის ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგი მეხსიერება მქონდა ყოველთვის და მით უფრო ის მძიმე ამბები, ტრაგიკული ამბები ძალიან მძაფრად მახსოვს, აი, უმძაფრესად და განსაკუთრებულად კარგად მახსოვს. რა ხდებოდა მოკლედ ჯერ 9 აპრილამდე და მილიციელთა თავგანწირვამდე რომ მივიდეთ 80-იან წლებში, მანამდე სულ რაღაცა მოხუცი, ბებერი, დავრდომილი ხელმძღვანელები ყავდა საბჭოთა კავშირს და სულ ერთმანეთს მიყოლებით კვდებოდნენ ხოლმე ბრეჟნევი, ანდროპოვი და რომ მოკლედ იყო სულ დაგძალვა საბჭოთა არხებზე. შემდეგ დაინიშნა ახალგაზრდა რაღაც თავზე ტყლიპიანი კაცი გორბაჩოვი სტავროპოლიდან და რაღაცა უნდა და რეფორმები გაეტარებინა საბჭოთა კავშირში და დაიწყო პერესტროიკა და გლასნოსტ ეგეთი რაღაცები. მოკლედ ამასობაში ჯანჯღარი დაიწყო ამ რეფორმების შედეგადაც მათ შორის საბჭოთა კავშირმა ეკონომიკურად ძალიან სიდუხჭირე იყო, იმიტომ რომ ნავთობის ფასი დაეცა და მოკლედ წავიდა რყევა ამ საბჭოთა კავშირის. რესპუბლიკებმა წამოყვეს თავი, განსაკუთრებით ბალტიისპირეთმა, ჩვენ სხვა რესპუბლიკებმაც დაიწყო უკვე ხმამაღლა ლაპარაკი დამოუკიდებლობაზე რესპუბლიკების, ამას რუსეთმა დაუპირისპირა საბჭოთა რუსეთმა და კგბ-მ ის რომ ყველა რესპუბლიკაში სადაც ეთნიკური კონფლიქტები იყო, დაიწყო ამ ეთნიკური კონფლიქტების აფეთქება, ყარაბაღი იქნებოდა, იქ ფერღანის ამბები იყო, ცენტრალურ აზიაში ჩვენთან აფხაზეთის ამბები დაიწყო, აფხაზებმა ლიხნის კრება მოიწვიეს 99 წლის მარტში და თქვენს რომ ჩვენ უნდა გამოვეყოთ საბჭოთა საქართველოს და ცალკე რესპუბლიკად უნდა შევიდეთ საბჭოთა კავშირში. ამას მოყვა ძალიან დიდი მრისხანება საქართველოში, სოხუმშიც, გაგრაშიც, თბილისშიც, გალშიც და მოკლედ თანდათან აი ამის საწინააღმდეგო აქციები, მოთხოვნები გადაიზარდა დამოუკიდებლობის მოთხოვნაში. და უკვე აპრილის დასაწყისში აქციაზე იმართებოდა ხოლმე. რა თქმა უნდა, ამ აქციას არაფორმარები მაშინ ასე ეძახდნენ, ხელმძღვანელობდნენ კოსტავა, ჭავჭავაძე, გამსახურდია, ირაკლი წერეთალი და სხვები. და მოკლედ დიდი მღელვარება იყო. და აქ რუსთაველის გამზირზე მაშინ ლენინის მოედანი ერქვა. ლენინის მოედნიდან აი გრამის რესპუბლიკის მოედნამდე სულ აქციები იყო, დღევანდელი ამბისა არ იყოს. და ისმოდა ხმამაღლა და დამოუკიდებლობის მოთხოვნა, დაждდნენ ახალგაზრდები, დაიწყეს შიმშილობა და საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა, რომ ამის მოთმენა აღარ შეიძლებოდა, რომ საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებას სიტუაცია გაექცა ხელიდან, ჯუმბერ პატიაშვილი ხელმძღვანელობდა მაშინ და გადაწყვიტეს, რომ დაერბიათ, დაეშალათ ძალით ეს აქციები. ეს ამბავი ჩააბარეს ამიერკავკასიის, სამხრეთ კავკასიის საბჭოთა ჯარების სარდალს გენერალ როდიონოვს, რომელმაც აქ დიდი სისხლისკალო დაატრიალა და აი რუსები რანაირი ხალხია. მერე დააწინაურეს და ელცინის დროს იყო თავდაცვის მინისტრი, კაცი, რომელმაც აქ ხალხი დახოცა. მერე წლების მერე დააწინაურეს. ძაღლი მიაკვდა იმ როდიონოვს საფლავში, ძაღლს რას ვერ ჩდორე. მოკლედ იყო ეგეთ საიზღარი კაცი. ამ როდიონოვმა დაგეგმა ოპერაცია და გადაწყვიტეს, რომ 9 აპრილის ღამით დაწყებულიყო დაშლა. თვითონ ესე ეძახდნენ. ბევრი რო არ მოგიყვეთ, ერთია რომ ჯუმბერ პატიაშვილს რამდენიმე თათბირი ქონია და პატიაშვილი დაურწმუნებია როდიონოვს იმაში, რომ ერთი სინიაკი არ ექნება არავისო, ესე უთქავს. ისე დავშლი აქციას, რომ ერთი სინიაკი, ანუ ერთი დალურჯება არ ექნება არავისო. არა წარმოიდგინეთ ახლა, აპრიორი როგორი ტყუილი იყო ეს ამბავი, რომ მიტინგის დასაშლელად გამოიყვანეს არა ის ხალხი, რომელიც უნდა ნავარჯიშები ყოფილიყო ამ დაშლაში, შინაგანი ჯარი და მერვე პოლკი. ესენიც იყვნენ, მაგრამ გამოიყვანეს ჯავშან ტრანსპორტიორები. სადესანტო ჯავშან მანქანები, წარმოგიდგენიათ სად მიტინგის დაშლა და სად ჯავშან ტრანსპორტიორი და ასევე დაშლის ოპერაციაში ჩართეს
სასტრაფოდ რუსეთიდან გადმოსროლილი საჰაერო სადესანტო ჯარები, პოლკი, ერთი საჰაერო სადესანტო და მოტომსროლელი პოლკი. ანუ საბრძოლო ქვედანაყოფები, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ მანამდე აქციის დაშლის. ღამის 4 საათზე ყველა მხრიდან აი ლენინის მოედნიდანაც აი აქედან ჭიჭინაძის ქუჩიდან, ჩიტაძის ქუჩიდან დაიწყო მოწოლა და ალესილი ნიჩბებით აკრძალული გაზები ჩერიუმუხა იყო ესეთი CS-ი, რომელიც დასახლებულ პუნქტში არ უნდა გამოეყენებინათ. არანორმალური რაოდენობით ისროლეს, იმიტომ რომ ხალხმა წინააღმდეგობა უწია 90-მდე რუსი იყო მაგარი ნაცემი. აი ეს შიშველი ხელებით იბრძოდა ხალხი, მაგრამ გადაუარეს, რა თქმა უნდა, ჯავშან ტრანსპორტიორებით, ალესილი ნიჩბებით, ცეცხლსასროლი ჭრილობები ქონდა რამდენიმე. საერთო ჯამში მოკლედ იმ ღამეს ადგილზე გარდაიცვალა 16 ადამიანი, უმეტესობა ქალები და შემდეგ კიდევ 5 ჯამში 21 ადამიანი ემსხვერპლა და 500-მდე იყო ძალიან მძიმედ დაშავებული. 500-მდე იყო მძიმედ დაშავებული და ხალხი იყო აბსოლუტურად დაუცველი. წარმოიდგინეთ, აქედან საჰაერო სადესანტო ჯარები, ჯავშან ტრანსპორტირები და იქიდან აი ეს შიშველი ხელებით იყვნენ ქართველი ახალგაზრდები და აი იქ მილიცია, რომელსაც საბჭოთა ფორმა ეცვა, მილიცია, რომელიც ხალხს საშინლად არ უყვარდა, რომლებიც ასოცირდებოდნენ გამოძალვასთან, კორუფციასთან, უცბად ქართველი საბჭოთა მილიციელები გახდნენ იმ ღამის გმირები. მოკლედ დილა რო გათენდა, ძალიან კარგად მახსოვს, ესეთი გასუსული და გაცოფებული იყო მთელი საქართველო. გასუსული და გაცოფებული. შეურაცხყოფისგან, ძალადობისგან, აი ამ თავზე გადავლისგან, ამდენი მსხვერპლისგან იყვნენ დაჭყლეტილი ადამიანები, გაზით მოწამლული, ნიჩბით ალესილი ნიჩბით აჩეხილი ახალგაზრდები, როგორც გითხარით, ზოგს ცეცხლსასროლი ჭრილობაც ჰქონდათ, იმიტომ რომ საბრძოლო იარაღიც ჰქონიათ თან იქ აი ამ დამრბევ რუსების ოფიცრებს. და დილით აი ამ საშინელ, აი ამ რაღაც საშინელ დილით რაღაც იმედი და მადლიერება ისმოდა მორაგბეების მიმართ, რაგბისტების მიმართ, რომელსაც ძალიან გამოუჩენიათ თავი. ნუ ეხლა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი არ იყვნენ, მაგრამ რაც შეეძლოთ გადაეფარნენ ადამიანებს და ბევრი გადაარჩინეს. და განსაკუთრებული მადლიერება, აღტაცება და პატივისცემა ისმოდა ქართველი საბჭოთა მილიციელებისადმი. ეს ღიპიანი ბიძები, რომლებიც მანამდე არავის არ უყვარდა და ფული აუცილებლად უნდა ქონოდა, როცა ჩაგიშტვენდნენ, მაგრამ იმას ჯობს დაგიქნევდნენ გზაზე. აი ეს ხალხი, ამ ხალხში რაღაც აფეთქდა ქართული, როდესაც დაინახეს, რომ აი ამ უდანაშაულო, უიარაღო ახალგაზრდების თუ ქალების თუ სხვების მიმართ აი ესეთი სადამსჯელო ოპერაცია დაიძრა სადესანტო ჯარები და სადესანტო პოლკი და ჯავშან ტრანსპორტიორები და დაინახეს, რომ ქართველებზე წავიდა ძალადობა ამ საბჭოთა რუსული არმიის მიერ, აი მან გააფეთქდა თითოეულ აი იმ კორუმპირებულ თუ არაკორუმპირებულ მილიციელში აფეთქდა ქართველი მეომარი და ქართველი ვაჟკაცი და ქართველი დამცველი კაცი. და აი ესე ჯაჭვები გააკეთეს, თვითხილველები ყვებოდნენ ამას მერე ახტაცები, ჯაჭვი გააკეთეს, სადაც შეძლეს, იმიტომ რომ მათგან ძალიან დიდი მოწოლა იყო რუსებისგან და გადაეფარნენ თვითონაც არაერთი დაშავდა, არაერთი საბჭოთა მილიციელი, გადაეფარნენ და მსხვერპლი რო 21 ადამიანი ჯამურად დაიღუპა, როგორც გითხარით და როგორც ვიცით, მაგრამ იქნებოდა გაცილებით მეტი. ათობით და ათობით მსხვერპლი ადამიანი დაიღუპებოდა რო არა თავგანწირვა მილიციელების. მილიციელებს მაინც ფორმიან ადამიანებს ისე ვეღარ უბედავდნენ საბჭოთა ჯარისკაცები, ბევრსაც უბედავდნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჟანიანი ხალხი იდგა და აკავებდა. აკავებდა და ასე გადაარჩინეს უამრავი ადამიანი. და მახსოვს რამდენადაც ვიყავით რუსებზე, საბჭოთა კავშირზე, როდიონოვზე და რა გორბაჩოვზე გაცოფებულები, რამდენადაც ვიყავით, იმდენად ვიყავით აღტაცებულები მილიციელების და მახსოვს სცენები, აი მართლა მახსოვს, ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს ბავშვობიდან და აი ეს ამ კადრებს როგორ არ დავიმახსოვრებდი, მახსოვს რომ აი გახუნებულ ფორმიანი მილიციელებთან მიდიოდნენ ადამიანები, აი მანქანებს აჩერებდნენ, ფეხით ჩერდებოდნენ, მიდიოდნენ, ეხუტებოდნენ, კოცნიდნენ, მადლობას ეუნებოდნენ და აი ეს ხალხი მახსოვს თვალებზე წრემლებით, ჩვენი ქართველი მილიციელები. და ხალხი მიდიოდა და აი ხელზე კოცნიდა, მადლობას ეუნებდა. ასეთი რამ არასოდეს არ მინახავს, იმიტომ რომ ზიზღი და სიძულვილი ეხატებოდა ხოლმე ყველას მილიცielis დანახვაზე საბჭოთა პერიოდში. იმიტომ რომ იცოდი რომ რაღაც ფული უნდა წაერთვია შენთვის.
ყოველ შემთხვევაში დამცველი არ იყო და არავისთვის საყვარელი ხალხი ეს არ იყო, მაგრამ იმ დღეს და შემდეგ მომდევნო პერიოდში ძალიან დიდხანს გაყვა ყველა სხვათა შორის ეს ემოცია. მადლიერება და მოწიწება იყო. რატომ? იმიტომ რომ თავგანწირვა დაინახეს და მცველები დაინახეს მილიციელებში. იმიტომ რომ მართლა დაიცვეს როგორც გითხარით უამრავი ადამიანი. აი ესეთი ამბავია ხალხის დამოკიდებულებაც, მეხსიერებაც, ემოციაც არის ძალიან გულწრფელი. და რატომ მოვყევი ეს ამბავი რომ ახლა აქვთ გავართ და ყოველ საღამოს აქ დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიტინგებს აღარ ვმართავთ, მაგრამ რეალური შინაარსი ესაა, რომ დღემდე ვერ დავახციეთ იმ ჯოჯოხეთურ რუსეთს თავი და დღეს სევდიანი რაც არის, რომ წლობით ნაშენები დამოუკიდებელი ქართველი პოლიციელის, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიციელის იმიჯი გაცამტვერდა, იმიტომ რომ ახლა ვხედავთ არა დამცველებს, არა თავდადებულ ხალხს, არა იმ ხალხს, რომლებიც საკუთარ უიარაღო მომიტინგი ადამიანებს იცავენ, ამას კი არ ვხედავთ. პოლიციელები ჩაგრავენ, ცემენ, ძარცვავენ, მობილურ ტელეფონებს ართმევენ საკუთარ მოქალაქეებს. და პოლიციელებმა მიწასთან გაასწორეს წლობით ნაშენები ახალი ქართველი პოლიციელის იმიჯი. ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი და არადა სხვანაირად უნდა იყოს. სამართალდამცველი უნდა იყოს და ადამიანის დამცველი უნდა იყოს. პირველ რიგში დაუცველი ხალხის დამცველი უნდა იყოს პოლიციელი. მაგრამ მე მაინც ჯერა, სიმართლე რო გითხრათ, მაინც ჯერა რომ პოლიციაში არიან ადამიანები, ნამდვილი პოლიციელები, ნამდვილი ქართველები, რომელსაც სულაც არ მოსწონთ ეს ყველაფერი. როგორ ძალადობს და უშჯელად პოლიცია საკუთარ მოქალაქეებზე. ჯერა რომ ბევრს ეს არ მოსწონს და ვიშიც კიდევ არის ნამდვილი ქართველი, ნამდვილი სამართალდამცველი, ნამდვილი მცველი ხალხის შემორჩენილი. აი მათ მინდა მივმართო, რომ ეს გადაცემაც ზუსტად თქვენთვის არის ბიჭებო, რომ სწორ დროს, სწორი გადაწყვეტილება რომ მიიღოთ და ხალხს კი არ დაუპირისპირდეთ, არამედ ხალხი რომ დაიცვათ. ამის მჯერა და რამდენჯერმე ნახეთ ეს გადაცემაც პირველ რიგში თქვენთვის არის ეს პოლიციელებისთვის და ნახეთ ის კადრებიც. და ნახეთ ის კადრების შემდეგ იქნება არქივში და არის კიდევაც როგორი მადლიერი იყო მაშინ ხალხი საბჭოთა მილიციელების, როგორც გითხარით, მანამდე ძაღლობას ვეძახდით და ერთ დღეში, რამდენიმე საათში აბსოლუტურად მათი ვაშკაცური თავგანწირული ქცევის გამო შეიცვალა ეს ყველაფერი და მე მინდა ისევ რომ ქუჩაში დავდიოდე, ჩემ ქვეყანაში, ჩემ საქართველოში, ჩემ თბილისში და ვხედავდე ისევ პოლიციელებს, რომელთა დანახვაზე რაღაცა სიძულვილი და ბრაზი და ზიზღი კი არ მექნება სახეზე და გონებაში, არამედ მადლიერება, იმედი მათი და პატივისცემა და მოწიწება. აი ესეთი საქართველო მინდა და ესეთ საქართველო უნდა ავაშენო და აი ესეთი პოლიცია მინდა რომ ყავდეს ჩემს ქვეყანას. თქვენ მეომრების ქვეყანას უყურებდით და ყველას მინდა ისევ შეგახსენოთ გარკვეული პაუზის შემდეგ და არ დაგვავიწყდეს რომ უპირველესად საქართველო არის მეომრების ქვეყანა.